როგორ უნდა დაიცვა კომპიუტერული სისტემა ჰაკერებისაგან ეს ერთ-ერთი მთავარი თემაა კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გავითარებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარეობს. კონფერენციის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიებში მოქნილი მექანიზმების დანერგვა სახელმწიფო და კერძო სექტორის საქმიანობაში ერთი ფანჯრის პრინციპის გავითარება, მსოფლიო გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე მიღწევების გაცნობა. შეხვედრაში 20 ქვეყნის 250 წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიც არის HP და Microsoft. კონფერენცია სამდღიანია და ის 12 ნოემბერს დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ ყველაფერს თავი განებოთ ერთი კუთხით. სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად კარგი პირობები შევუქმნათ ინვესტორებს და კერძო სექტორის განვითარებისთვის, თუმცა ერთ-ერთი მთავარი კითხვა ყოველთვის ინვესტორებისგან არის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დონე. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დღეს საქართველოში ეს ვითარდება, გვაქვს საკმაოდ კარგი მიღწევები. ამ კონფერენციამ მიიღო საკმაოდ სტაბილური ხასიათი და უკვე მესამე წელია იმართება საქართველოში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ამ კონფერენციის არის კიბერუსაფრთხოება და უსაფრთხოების პოლიტიკა. ჩამოსვლიანი ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და მოხდება გარკვეული ინფორმაციის გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ექსპერტებს შორის. რა თქმა უნდა, IT ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ახლა და მომავალში. Magticom ეს არის ძალიან დიდი კომპანია და ჩვენ მიყვართ IT ინდუსტრია.